სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს ჩაიწერა 1980 წლის სამთებერვალს ლოს-ანჯელესში და ეს მე-27 განყოფილება დასრულდება ამ კითხვით, რომელსაც ბოლოში რატომღაც ლოცვა არ ახლავს და დამშვიდობება უბრალოდ გაწყდება. არ ვიცი ეს ტექნიკური თვალსაზრისით ბრალია თუ რა არის, არ ვიცი, ასე რომ მომიტევეთ თუ ეს არ იქნება ბოლოში, მე არ გამოვტოვებ ამას. ჩვენთანაც გარეთ დიდი თოვლია მოსული და უნდა გავიდე გავწმინდო მეც. შემდეგი კითხვა ესეთი არის: როგორია ბიბლიის თვალსაზრისით ცეკვაზე? ამაზე მე მგონი ადრეც გაცა ჯონ მაკარტურმა პასუხი და ეხლაც ხელახლა გაიმეორებს იმას, რაც ადრეც თქვა. თუ როგორია მისი შეხედულება და რას ამბობს ბიბლია ამაზე. კითხვის დამსველი: სალამი ჯონ, მოგესალმებით, როგორია ბიბლიის თვალსაზრისით შეხედულება ცეკვაზე? რაიმე სახის ცეკვაზე, ნებისმიერი ტიპის ცეკვაზე? არის რაიმე მუხლები ამაზე? და ჯონ მაკარტური პასუხობს: დიახ, ერთადერთი რაც მე მახსენდება, როდესაც ბიბლიაში საუბარია ცეკვაზე, არის ფსალმუნები და გახსოვთ დავითის ცეკვა, როდესაც მეფეთა წიგნებში აღწერილია ის თუ როგორ ცეკვავს და როდესაც მისი მეუღლე ამას დაცინვით შეხედავს. როდესაც დავითი გადმოაქვს კიდობანი, ის გაშიშვლება და ღმერთის წინაშე ცეკვავს. და ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ უბრალოდ ის ბედნიერი იყო და ძალიან გახარებული იყო იმ ფაქტით, რომ კიდობანი დაივანებდა უკვე მასთან იერუსალიმში. და ამით ის ბედნიერი იყო, გახარებული იყო. და ცეკვა შეიძლება იყოს ყველანაირი. შეიძლება იყოს ხელების მაღლა, ფეხებით, ყველანაირი საშუალებებით. და სხვადასხვა კულტურას აქვს სხვადასხვა რაღაცეები. მაგრამ ძველ აღთქმაში ღმერთმა მოგცა ჩვენ რიტმი. ზოგიერთ ჩვენგას სხვაზე მეტი აქვს. და ღმერთმა მოგცა სიმღერით მისი განდიდების უნარი. ასევე შეიძლება მოძრაობებითაც კი განმადიდოთ ის. ეს უნარი ღმერთმა მოგცა. მაგრამ ზოგჯერ როცა ვხედავ ჩვენი ყრუ ხალხი რას აკეთებს ამ მუსიკაზე და თუ რა არის მათი გაგებით ცეკვა, ეს არანაირად არ ამგონია რომ ემსახურება ღვთის განდიდებას. იმიტომ რომ ეს ცეკვა უფრო სენსუალურ ხასიათს ატარებს. ადრე ცეკვა უფრო იყო პრიმიტიული და უფრო იყო რაღაცნაირად დისტანციური საპირისპირო სქესთან მიმართებაში. როდესაც თქვენ ძველ ფილმებს უყურებთ, იქ რაღაცა მინუეტებს ხედავთ, რაღაცა თუნდაც ვალსი და ისეთ რაღაცებს ხედავთ, მაგრამ თანამედროვე ცეკვები ძალიან დაშორდნენ ამ კონცეპტს. თლიანად დღევანდელ კულტურაში ცეკვა აგებულია სექსუალური სტიმულაციის გარშემო. და მე უბრალოდ ვერ ხედავ ასეთ ცეკვას მის ადგილს ჩემში როგორც ქრისტიანის ცხოვრებაში. და კითხვის დამსველი აგრძელებს. აქ ყველაფერი შედის, მაგალითად ფრედ ასტერის ძველ ფილმებს რო უყურებთ, ან ბალეტის ცეკვა, სამეჯლისო ცეკვებს, ამასაც გულისხმობთ ჯონ? გასაგებია, ესე იგი, თქვენ თუ აპირებთ უკან დაბრუნებას, ახლა ბალეტის ცეკვა, ეს ხელოვნების ფორმაა. მე პირადად არ განვიცდი ძალიან და არ ფიქრობ, უბრალოდ მე არ მომწონს, როცა კაცები ესე იქცევიან და ხტუნავენ მსგავსი სასაცილო რაღაცა სახით. მაგრამ ქალებთან მიმართებაში მე სხვანაირად უყურებ ქალების ბალეტის ცეკვას. მაგრამ როცა მამაკაცები აკეთებენ, ეს ძალიან მაწუხებს მე. მისე დარწმუნებული ვარ, რომ რა ვიცი, ამას ალბათ არ მოვიწონებდი. მაგრამ რაც შეეხება ფრედ ასტერი, ვალსი, როცა მამაკაცი ცოლთან ერთად აკეთებს ამას სახლში, სადმე ისეთ ადგილზე, როცა ამათ სიამოვნებთ და ლაპარაკია ცოლ-ქმარზე, მე არანაირი პრობლემას ამაში არ ხედავ. მაგრამ როდესაც მიდის ადამიანი გარეთ, სადღაც შესაკრებელ ადგილზე და ასეთ სახის აქტივობას ეწევა ისეთ ადამიანთან, ვისთანაც ის დაქორწინებული არ არის, ეს ბუნებრივია წარმოშობს აზრებს, რომელიც არ არის მე მგონი ჯანსაღი აზრები და აღვიძებს გარკვეულ რაღაცა გრძნობებს. და შეიძლება მასში ბევრი რამე იყოს ჩართული, ბევრი მოტივაციები.
ეხლა მე არ ვცდილობ რომ რაღაცნაირად საბანი დავახურო მთელ ამ საკითხს, მაგრამ პირადად მე არ ვცეკვავ. არასოდეს არ მიცეკვია. და განსაკუთრებით არ მაინტერესებს. უბრალოდ არ გძნობ ამას, რომ ეს ჩემი საქმეა. და კითხვის დამსმელი მაინც ეკამათებასავით ჯონს, მაგრამ თქვენ ხო თამაშობთ კალათბურთს. და ესეც ხომ შეიძლება ღვთის განსადიდებლად იყოს. და ჯონ მაკარტური ეუბნება, კი გასაგებია, მაგრამ მე მგონი კალათბურთი განსხვავებული რამ არის. რადგან თქვენ ძირითადად თამაშობთ კალათბურთს არა საპირისპირო სქესთან და კონტაქტში არ იმყოფებით მასთან. და კითხვის დამსველი მაინც ეკამათება ჯონს ეუბნება, მაგრამ კალათბურთის თამაშითაც ხომ შეიძლება გაბრაზდეთ თქვენ და ბრაზი გამოაჩინოთ? და მე არ მithქვას განსაკუთრებით მაინც და მაინც ფიზიკურ კონტაქტზე ცეკვაში. აბა თქვენ როგორ გულისხმობთ ჯონ მაკარტური აგზელებს, როგორ ცეკვას გულისხმობთ ფიზიკური კონტაქტის გარეშე, სადაც უბრალოდ უყურებთ ერთმანეთს, სანამ ისინი ფიზიკურად შეეხებიან, რომელ ცეკვაზეა ლაპარაკი? და კითხვის დამსველი, სხვა სიტყვებით ვთქვას, რაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი ცეკვა? არის თუ არა ეს ღმერთის განსადიდებლად? შეგვიძლია თუ არა ღმერთი განვადიდოთ ამითი? გეთახმებით, ისევე როგორც ყველაფერი, რა თქმა უნდა. ჯონ მაკარტური აგზელებს. მე არ დავარ დარწმუნებული და მე არ მინახავს პირადად თანამედროვე ცეკვა, რომელსაც შეეძლო ღმერთის განდიდება. და ეს მოეტანა ჩემი გაგებით. და ეს მხოლოდ ჩემი შეგრძნობა არის. და კითხვის დამსველი უძა, ხო, ეს თქვენი შესაძლებელია. დიახ, შესაძლებელია თუ ორი ადამიანი ერთგულია ერთმანეთის მიმართ, ჯონ მაკარტური აგზელებს. ფიქრობ, ისინი უნდა იყვნენ დაქორწინებული ადამიანები და აკეთებენ იმას, რისი გაკეთებას ერთად ირჩევენ, როგორც დაქორწინებულები. თქვენი მთელი ცეკვის მთელი ეს გარემო უკავშირდება ალკოჰოლს სასმელს, ამ ქვეყნიური მუსიკა, ძალიან მიწიერი, ამ ქვეყნიური სიტყვები ლექსებში და ამ ქვეყნიური აზრები. და ვის რაში ჭირდება ეს, თუ მორწმუნე ხარ? და კითხვის დამსველი, თქვენ ოდესმე გიცდიათ ბალეტის ცეკვა? ან მას შემდეგ რაც დალიეთ ან უყურეთ რაღაც სასმელს, მაინც ეთყობა რომ ეკამათება ჯონ მაკარტურს. ეხლა თქვენ ისე ბალეტზე ლაპარაკობთ, ჯონ მაკარტური, დიახ, მე მაგალითად ხო გითხარით, მაქვს პრობლემა ბალეტთან, რომ მამაკაცებთან მე არ მოწონს, მე მაგალითად. მე არ გულისხმობ და არ მინდა თქვენი დამცირება, მაგრამ მესმის რომ ეს არის ხელოვნების ფორმა. მესმის რომ ამ ახალგაზრდებს ზოგიერთ შესანიშნავი სპორტსმენი შეიძლება იყოს, ვინც ბალეტშია ჩართული, ძალიან ათლეტურები არიან. მე ვაღიარებ ამას. უბრალოდ მე არ ვიცი. მე უბრალოდ პრობლემა მაქვს ამაზე. ჩემი პირადი შეგრძნება ესეთი. ეს მხოლოდ მე ვარ. ასე არ არის, მაგრამ ვერ მოგცემთ ბიბლიურ ახსნას ამის შესახებ. არ არის ამაზე. ზოგიერთი ადამიანისათვის ეს შესაძლოა ხელოვნების შესანიშნავი ფორმა იყოს. თქვენის ჩათვლით. მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ბიბლიურად ეს არასწორია, რომ ბალეტში ცეკვავს. მაგრამ მე პირადად ვხედავ ამას რაღაცნაირად ჩემი გადმოსახედიდან, როგორც მორწმუნე ქრისტიანი, მამაკაცებისთვის ეს შეუფერებლად მიმაჩნია. მაგრამ ამავე დროს ხომ მე არ შემიძლია ამის ადვოკატირება და რეკლამირება გავუკეთო. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.